მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელსაც ქვია სექსუალურობის ბლოკირება. ესეთი ძალიან საინტერესო და ძლიერი პრობლემა, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის პირად ცხოვრებაზე, კერძოდ უშლის ადამიანს, რომ საერთოდ შექმნას პირად ცხოვრება, ხანდახან შექმნას ოჯახი. ან თუ აქვს ეს პირად ცხოვრება, შეიძლება ჯოჯოხეთად იქცეს. რატო? იმიტომ რომ ადამიანს აქვს, ასე ვთქვათ, ნეგატიური, ემოციური, ხანდახან ფიზიოლოგიური ასოციაციები სექსუალურობის თემასთან და აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეცნობიერი ქმნის, ასე ვთქვათ, ესეც საინტერესო ეფექტს ყველანაირად ბლოკავს სექსუალურ ურთიერთობას. ან თუ სექსუალური ურთიერთობა აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეცნობიერი აკეთებს ყველაფერს, რომ ის გახდეს დისკომფორტული, ან თვითონ სექსუალური აქტის მომენტში, ან შემდეგ, ხო? ასე ვთქვათ, ნამუსის კენჯნის სახით, მაგალითად, ან თუნდაც რაღაცა დაავადებების შექმნის გზებით. ხანდახან ეს ბლოკირება, სექსუალურობის ბლოკირება ვლინდება რაში? რომ, ასე ვთქვათ, როგორც კი მიდის საუბარი მეტნაკლებად სერიოზულ ურთიერთობებზე, ხო? ადამიანი უბრალოდ იკარგება, ასე ვთქვათ, პარტნიორი. ან შეიძლება, როგორც თქვით, სხეულის დაავადებები გაჩნდეს, ზუსტად რეპროდუქტიული სისტემის, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, ასე ვთქვათ, იმაში, რომ ქონდეს ნორმალური ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება. რა მიზეზები შეიძლება იყოს, როგორ იქმნება საერთოდ სექსუალური ბლოკირებები ასეთი სახის? რამდენიმე გზა არის. პირველი მაგალითად პრაქტიკიდან შემილია მოყვე, დაახლოებით 10 წლის წინ მუშაობდი კლიენტთან, რომელიც შეესწრო თავისი მშობლების სექსს. იყო ამ დროს 5 წლის. ხო და ვერ გაიგო რა ხდებოდა, ეგონა რომ ხდებოდა რაღაცა ცუდი. ბუნებრივი ამაზე ვერავის დაელაპარაკა მაშინ, იმიტომ რომ ძალიან შეეშინდა. ხო და შემდეგ ქვეცნობიერმა განდევნა ეს მოგონება, ასე ვთქვათ, ცნობიერიდან და დააკარანტინა მარტივად რო ვთქვათ, დაავიწყებინა კარგად. და შემდეგ სეანსზე მუშაობის დროს უბრალოდ გაახსენდა ეს მომენტი და მიხვდა, საიდან ჩამოუყალიბდა, ასე ვთქვათ, სექსის მიმართ ნეგატიური ემოციური ასოციაცია. კიდევ ერთი საინტერესო გზა, რომელსაც ყალიბდება სექსუალური ბლოკირება, სექსუალური ბლოკები ზოგადად, ხო? ეს არის სოციალური შთაგონება. როდესაც გარშემო ყველა მხრიდან გესმის, რომ სექსი ეს არის რაღაცა ცუდი, ან საშიში, ან ბინძური, ან ასე ვთქვათ, დასაძრახი და ასე შემდეგ, ხო? ეს გზა ნაკლებად ტრავმატული და ბრუტალურია, მაგრამ საკმაოდ ძლიერ ბლოკირებას ქმნის ესეც მთელი, ასე ვთქვათ, თავისი უსიამოვნო ეფექტებით ადამიანის ცხოვრებაში. ასევე სექსუალურ ბლოკირებას ქმნის, ასე ვთქვათ, დაბალი თვითშეფასება. ეს როდესაც როგორც წესი ადამიანი სექსუალური მომწიფების დროს ხვდება ან დაცინვას, ან ასე ვთქვათ, არაჯანსაღი ყურადღების მსხვერპლი ხდება და ცდილობს ყველანაირად დაფაროს თავისი სექსუალურობა, იმიტომ რომ მას გონია, რომ ასე ვთქვათ, მისი სექსუალურობა წარმოადგენს მისთვის საშიშროების წყაროს. ასევე თუ შეხვდა, ასე ვთქვათ, ხეპრე პარტნიორი, მარტივად რო ვთქვათ, რომელმაც იმის მაგივრად, რომ რაღაცა მოფთხილებით მოპყრობდა ქალბატონს, ამის მაგივრად, ასე ვთქვათ, სიტყვიერად ან არასიტყვიერად, ყველანაირად მიახვედრა და აგრძნობინა, რომ ასე ვთქვათ, როგორც სექსუალური პარტნიორი, ის არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, ნოლი. ესეც საკმაოდ კარგად ბლოკავს სექსუალურ ენერგიას. და ასევე კიდევ ერთი მიზეზი, ეს არის უშუალო ძალადობის გამოცდილება, ხო? ან ძალადობის ძლიერი შიში, როდესაც ტელევიზორში კი არ ნახე, აი აგერ 2 მეტრში და ასე ვთქვათ, რაღაცა
გადაურჩი ამ ამბავს. Აი, ეს არის ძირითადი გზები, რითაც ყალიბდება სექსუალური ენერგიის ბლოკირება და შესაბამისად ძალიან ხშირად ესეთი ეპიზოდები მიდის ქვეცნობიერში, ვთქვათ, აი როგორც კომპიუტერის ანტივირუსი იღებს და როდესაც ვერ ერევა რაღაცა ვირუსი, კარანტინში გaqავს ხოლმე, რომ სისტემა არ დააზიანოს. შესაბამისად, აქაც აკეთებს ჩვენი ფსიქიკა ესეთ რაღაცას, რომ ფსიქიკის საკარანტინო ნაწილში გააქვს ეს უსიამოვნო მოგონება ამ პროგრამა, რომელიც ბლოკირების წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად ამის შესახებ არ გახსოვს ელემენტარულად, ხო, ვერ უკავშირებ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს მოგონება უშუალოდ ამ მოგონების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის პროგრამა უშუალოდ მოქმედებს გადაწყვეტილებებზე, უშუალოდ მოქმედებს ქცევაზე, უშუალოდ მოქმედებს სხეულის შეგრძნებებზე, როგორც თქვით, შეიძლება დაავადებებიც კი გაჩნდეს, ან შეიძლება ადამიანი ობიექტურად ჯანმრთელი იყოს, მაგრამ სექსუალური აქტი ქმნიდეს მას ძლიერ ფიზიოლოგიურ დისკომფორტს. ზაბედნიერად ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, დაძლევადი, მაგრამ ამას სჭირდება კვალიფიციური ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა იმაში კი არის, როგორ მოვიშოროთ სექსუალური ბლოკირება. ძირითადი პრობლემა არის იმაში, როგორ აღმოვაჩინოთ, საერთოდ რომ ის გვაქვს. ქვეცნობიერში არის დაძირული და ესე მუხანათურად გვექცევა. აი ეს არის და ეს პრინციპში თუ ჩათვალეთ, რომ ეს თემა არის საინტერესო, შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს, ნაცნობებს, ვისაც ეს რეალურად ჭირდება, იმისთვის, რომ მათაც, ასე ვთქვათ, შეძლონ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. მე კი გემშვიდობებით, გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და მომავალ შეხვედრამდე.